17 თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კამპუსზე რობოტების შერკინება ღია ტურნირი 14 KO ჩატარდა. 14 KO ტიპის ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება და ნიშნავს რობოტების ბრძოლას სრულ განადგურებამდე ან იმობილიზაციამდე. ეს იდეა არ არის ახალი, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ტარდება რობოტების შერკინებები. სხვადასხვა სახელები ქვია არის რობოტების ომები, რობოტების შერკინებები, რობოტების თამაშები და ასე შემდეგ. ჩვენ თავისუფალი აგრარული პირველად ვატარებთ, ამას რეგულარული სახე ექნება და იქნება ღია, ანუ ეს არ არის რაღაც არც უნივერსიტეტო მარტო, შეუძლია ყველას მიიღოს მონაწილეობა. რაღაც პატარა წესები არის, მაგალითად არის წესი, როდესაც იარაღი უნდა იყოს არა, ჩვენ გვაქვს ესეთი წესი, მაგალითად, რომ არ უნდა იყოს ცეცხლი იარაღი, არ უნდა იყოს ქიმიური ნივთიერებები, ფრენა არ შეუძლია რობოტს, არც სროლა არ შეუძლია არაფრის. არც რაღაც გაზების გამოშვება. უბრალოდ მექანიკური იარაღი, რომელიც ხო არც ელექტრომაგნიტური მუხტი არ შეიძლება. გუნდები აწყობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორებთანაც გადიოდნენ. ძირითადად ჩვენი აგრარულის და თავისუფალის რობოტები არიან აგრარულის და თავისუფალი უნივერსიტეტის მაქსის ლაბორატორიაში აწყობილები. იმიტომ ჩვენი სტუდენტები ძალიან ინტენსიურად იყენებენ ამ ლაბორატორიას, სადაც სრული თავისუფლება აქვს, რომ ესეთი ფანტაზია, ასე ვთქვათ, ფანტაზია შეასხან ხორცს. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო 2 რობოტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი 1. და ჩემმა ორმა მეგობარმა დათო პერტაიამ და ოთარ ჯავახიშვილმა ავაწყეთ საბრძოლო რობოტი, რომელსაც უნდა იბრძოლოს დღეს ამ რინგზე. ამ რობოტის სახელია რაფტორი, F22-დან გამომდინარე, ჰაერში ყველაზე ძლიერი გამანადგურებელია და ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა აქ გამანადგურებელი. ვაწყობდით ამას დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში პატარა შეფერხებები ჰქონდა, შეფერხება არა გამოცდების გამო რამდენიმე კვირა შევჩერდით და დანარჩენი სისტემატურად ვაწყობდით ყოველთვის. ორგანიზატორების თქმით, მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელდა. ეს ტრადიცია ჩვენს წინაშე იბადება და ნახოთ როგორი გამოვა. დღემდე ასე იყო, რომ რაც უფრო ჭკვიანი იყო ბავშვი, რაც უფრო ძლიერი ქონდა ტვინი, მით უფრო სუსტი იყო კუნთები. დღეს იქნება დღე, სადაც ნახავთ, რომ რაც უფრო ჭკვიანია ბავშვი, მით უფრო ძლიერი იქნება მისი რობოტი. მეცნიერება იყო ყოველთვის მოსაწყენი, ასე ვთქვათ, ფეხბურთთან შედარებით მაგალითად. დღეს პირველად ნახავთ ესეთ დღეს, როდესაც მეცნიერების პროდუქტი იქნება ალბათ უფრო საინტერესო, ვიდრე შეიძლება ფეხბურთიც კი. ტურნირში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება 1000 ლარით, მეორე 700, ხოლო მესამე 500 ლარით. ჩვენები ბრძოლა გამოვიდა, რა თქმა უნდა, რთული იყო წარმოდგენა, იმიტომ რომ არ ვიცნობდით მოწინააღმდეგეს ძალიან კარგად, არ გქონდა ნანახი მათი რობოტები ბრძოლაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენმა რობოტმა აჯობა, საკმაოდ დიდხანს ვემზადავდით ამისთვის, ვაწყობდით ყველაფერს ხელით, ჭრიდით, ჩვენ ვიზღებდით ყველაფერში მონაწილეობას. ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს რობოტების შერკინება უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მონაწილეები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც ჩამოვლენ.